საბჭოს წევრები და უფლისწული ედვარდი ჯეიკობისგან მოსმენილი დაუჯერებელი ისტორიის შემდეგ დაინტერესდნენ იმ გარდაცვალების შემდგომ ტყვედ ქცეული სულების ვინაობის ცოდნით, რომლებიც კლეოპატრას თოჯინებში სახლობდნენ და 1000 წლეულების მანძილზე სხვა სამყაროში გარდაცვალების მოლოდინით იტანჯებოდნენ. ჯეიკობმა სამეფოს წევრებს უთხრა, რომ კლეოპატრას თოჯინაში ყველა იმ ადამიანის სული იყო მოქცეული, რომელიც რაიმე ზებუნებრივი უნარს ფლობდნენ და არაბიოლოგიური სიკვდილით შედეგად გარდაიცვალნენ, ან სულაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. სამეფოში ყველა სურდა დატყვევებული სულების განთავისუფლება, რადგან შესაძლებელი იყო მათი ნათესავების სულებიც თოჯინების ტყვეობაში იტანჯებოდნენ. უბსკრულის განაპირა კოშკში, სადაც კლეოპატრა ცხოვრობდა, საშინელ სასოწარკვეთას დაესადგურებინა. მკვდრეთით ამსდგარი ქალიშვილის სიკვდილის გამო სასოწარკვეთილი იყო. მას სამყაროში არავინ და არაფერი აღარ აინტერესებდა გარდა შვილისა, რომელიც უზომოდ ენატრებოდა. არაბიოლოგიური გზით გარდაცვლილი ნორმაც კლეოპატრას მიერ შექმნილი წყევლის მსხვერპლად იქცა და მოხეტიალე სულების რიგებს შეუერთდა. შვილმკვდარმა დედამ შვილის სული ყველაზე ლამაზ თოჯინაში დააბინავა და სიკვდილის შემდეგ მაინც უბოძა ლამაზი სხეული, რომელიც ნორმას სიცოცხლეში არ ღირსებია. თოჯინაში გამოკეტილი შვილის სულს კლეოპატრა ეფერებოდა და იალერსებოდა. მკვდრეთით აღმსდგარ კლეოპატრას ჰქონდა გამოცდილი მომდევნო ცხოვრებაში არსებული სასჯელი, რომელსაც ცოდვებისთვის იხდიდა სხვა განზომილებაში და ძალიან ეშინოდა შვილი ზეცისთვის გადაეცა, რადგან ნორმას აუცილებლად მოუწევდა ცოდვებზე პასუხისგება. სწორედ მაშინ მიხვდა კლეოპატრა, როგორ სასტიკად ექცეოდა გარდაცვლილთა სულებს. მას ერთი ნატრაღა ჰქონდა დარჩენილი, რომ შვილი რომელიმე განზომილებასა და ცხოვრებაში ოდესმე ენახა. სწორედ ამ ფიქრებში გართულ კლეოპატრას კარზე კაკუნი შემოესმა. მას ასევე ტრაგედიით განადგურებული ჯეიკობი ესტუმრა. ჯეიკობმა მოუყვა ქალს მათი მომდევნო ცხოვრების შესახებ, თუ სად და რა მდგომარეობაში გაიცნო და შეუყვარდა იგი. თუ როგორ ტანჯავდნენ მას სხვა განზომილებაში სულები, რომლებიც გამწარებული ყავდა. ჯეიკობმა უთხრა ქალს, რომ მას იმედი ჰქონდა, ისინი ერთად შეძლებდნენ ცოდვების გამოსყიდვას ამ ცხოვრებაში და დატყვევებულ სულებს გააგზავნიდნენ ზეცასა და კოსმოსში, სადაც ყველა სულის ბედი იმართებოდა. ჯეიკობმა დაარწმუნა კლეოპატრა იმაში, რომ თუ კი იგი ქალიშვილის სულთან ერთად სხვა დატყვევებულ სულებსაც არ გაანთავისუფლებდა, მოხეტიალე სულები ნორმას მომდევნო ცხოვრებაში დატანჯავდნენ, სანამ ნორმა არ გადაიხდიდა კარმულ ვალებს. კლეოპატრამ გაიხსენა მომდევნო ცხოვრებაში გამოვლილი ტანჯვა, მიხვდა, რომ იგივე საკუთარ შვილს ვერ გაუკეთებდა და ჯეიკობს დახმარება აღუთქვა. ჯეიკობმა გაიხსენა ყველაფერი, რაც მომდევნო ცხოვრებაში მამამისმა ასწავლა და კლეოპატრას მითითებები მისცა. ასე მოევლინა ჯეიკობი მხსნელად ყველა მოხეტიალე სულს. ჯეიკობმა კლეოპატრას თხოვა იმ შელოცვის გატეხვა და სულების განთავისუფლება, რომელიც გამოკეტილი ყავდა. ჯადოქარმა ქალმა მყისიერად შეასრულა თხოვნა და სახლში არსებული ყველა თოჯინა ცეცხლს მისცა. შემდეგ კი მაგიური სიტყვები წარმოსთქვა. სახლი ცეცხლის ალში მოედო, ჯეიკობი და კლეოპატრა კი შორიდან უცქერდნენ ამ სისასტიკის დასასრულს. კლეოპატრამ დაუდასტურა ჯეიკობს, რომ სახლში მეტი თოჯინა აღარ იყო, მაგრამ ჯეიკობმა ქალს უთხრა, რომ ეს საკმარისი არ იყო გზააბნეული სულების მოსასვენებლად. ჯეიკობს ზეცისაკენ მიმავალი ბილიკი უნდა აეგო, რათა ისინი კვლავ კოსმოსს დაკავშირებოდნენ და შემდეგ უნდა ეპოვნათ ახალი ცხოვრება, სადაც განაგრძობდნენ არსებობას. ასევე ჯეიკობმა აუხსნა ქალს, რომ მოხეტიალე სულებს ცოცხლად მყოფი მონათესავე სულები უნდა დახმარებოდნენ. ჯეიკობის თქმით, სწორედ მათ უნდა გაეხსნათ ზეცისკენ მიმავალი კარიბჭე და მიეცათ ნება სხვა სამყაროში გამგზავრებისა.
ჯადოქარ კლეოპატრას დამწვარი სახლის სიახლოვეს ედვარდის სამეფო ამალა გამოჩნდა, რომელსაც წინ მიუძღოდა თავად უფლისწული. მათ დაინახეს კლეოპატრას ბოროტების იმპერია ცეცხლში როგორ იფერფლებოდა და ნადგურდებოდა ადგილი, სადაც ოდესღაც გარდაცვლილი სულების გამოსამწყდებად განკუთვნილი მაგიური თოჯინები გამოთლილიყო. უფლისწულმა ედვარდმა სამეფოს ქვეშევრდომებს ჯადოქრის შეპყრობა და სასახლის დილეგში დატყვევება უბრძანა. ეს იყო დღე, როდესაც ჯადოქარ ქალს უკვე კარგად ჰქონდა გაანალიზებული საკუთარი წინა და შემდგომი ცხოვრება და კარგადაც ცნობიერებდა ბედისწერის სამართლიანობას, რომლის მიხედვითაც ჯადოქარი ქალის უკვდავი სული კარმული კავშირის წყალობით იტანჯებოდა საკუთარი ბოროტი ზრახებისთვის. ეს იყო დღე, როდესაც გააცნობიერა გარდაცვლილი ქალიშვილის ბედი. კლეოპატრა ღელავდა თავისი ქალიშვილის სულზე, რომელიც მისი დედის მსგავსად დაისჯებოდა განვლილ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვებისათვის. ჯადოქარმა მხოლოდ გარდაცვლილი ქალიშვილის სულის გადასარჩენად გადაწყვიტა სამეფო წევრებისთვის სიმართლე მოეყოლა ყველა მის მიერ დატყვევებულ ზებუნებრივი არსების სულებზე. სამეფოში ყველას აინტერესებდა იმ სულების ვინაობა, რომელიც კლეოპატრას ყავდა დატყვევებული. კლეოპატრას თქმით, ყველა ის გარდაცვლილი პოლტერგეისტის სული მათ ცოცხლად მყოფ მონათესავე სულებს ამაღამ ჯეიკობის დახმარებით დაუკავშირდებოდა და გარდაცვლილ სულებს სწორედ მათი ცოცხლად არსებული მონათესავე სულების დახმარება აპოვნინებდა ჭიშკარს, რომლიდანაც ისინი ამ სამყაროდან სხვა სამყაროში გადავიდოდნენ და უკვე სხვა ცხოვრებაში დაელოდებოდნენ თავიანთი წინა ცხოვრების მონათესავე სულებს. კლეოპატრას თქმით, ყველა ზებუნებრივი არსების სული, რომელიც ვამპირთა დინასტიას, მაგციათა ხროვას ან ჯადოქართა დასს ეკუთვნოდა და სიცოცხლე არაბიოლოგიური სიკვდილით ჰქონდა შეწყვეტილი, იმყოფებოდა კლეოპატრას მახეში გამომწყდეული, მათ შორის მისი ქალიშვილი ნორმაც. კლეოპატრას მიერ დატყვევებულ სულებს შორის სასახლეში მცხოვრებთაგან ყველას ჰქონდა კავშირი თავიანთ გარდაცვლილ ზებუნებრივ მონათესავე სულებთან, რათა მათგან ყველა დაკავშირებული იყო ჯადოქრობასთან, ვამპირებთან და მაგციებთან. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ ზებუნებრივ სამყაროს წინ დიდი და საბედისწერო შეხვედრა ელოდა საკუთარ გარდაცვლილ ნათესავებთან. უფლისწულმა ედვარდმა კლეოპატრას მიერ გაგზავნილი ყველა თოჯინა, რომელიც სამეფოს სასახლეში ჯერ კიდევ ინახებოდა, ნაკუწებად აქცია. ასევე სამეფოს ქვეშევრდომებს უბრძანა მათ სამყაროში არსებული ყველა მაგიური თოჯინა გაენადგურებინათ. დადგა საბედისწერო ღამეც, მაშინ როცა ყველა სული თოჯინიდან განთავისუფლებული იყო და გზააბნეულნი ზეცაში გამგზავრებასა და თავიანთ განვლილ ცხოვრებაზე პასუხისგებას ელოდნენ. სწორედ ამ ღამეს ხსნელად მოვლენილმა ჯეიკობმა შეახვედრა გარდაცვლილი ზებუნებრივი სულები თავიანთ ცოცხლად მყოფ მონათესავე სულებს. გარდაცვლილმა სულებმა იპოვნეს საკუთარი ცოცხლად მყოფი მონათესავე სულები, შვილები, მშობლები, მეგობრები, მტრები და თვალი ხელმეორედ გაუსწორეს ერთმანეთს. თუმცა გამომშვიდობების რიტუალი ყველასთვის იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. იმ ღამით, როდესაც მოხეტიალე სულებმა კლეოპატრას თოჯინებიდან თავი დააღწიეს, ისინი საკუთარ ცოცხლად მყოფ მონათესავე სულებს სიზმრის მეშვეობით ილუზირებულ სამყაროში დაუკავშირდნენ. სიზმარში ყველა გარდაცვლილი ზებუნებრივი არსების ჭირისუფალს გამოეცხადა საკუთარი გარდაცვლილი ზებუნებრივი მონათესავე სული. ყველა მგლოვიარე ჭირისუფალს სიზმრის სახით საკუთარი აც გარდაცვლილი ნათესავის გარდაცვალების სცენასთან მოუწია მიახლოვება და ამ საბედისწერო სცენაში მონაწილეობის მიღება. გარდაცვლილი ზებუნებრივების სულებმა დაძინების შემდგომ ასტრალურ განზომილებაში გამგზავრება და მათ საყვარელ
გარდაცვლილ ნათესავებთან შეხვედრა სწორედ თავიანთი ნათესავების გარდაცვალების სცენასთან მიახლოვების გზით შეძლეს. დროში მოგზაურ ჰეილის დაძინების დროს კვლავ მოუწია რეალური და ილუზირებული სამყაროს კარის გახსნა, სადაც ჯეიკობი მიაცილებდა მისტიური ხმით, რომლის სხეულსაც ჰეილი ვერ ხედავდა. დროში მოგზაური გოგონა ჯეიკობის ხმის კარნახით მიუახლოვდა იმ სცენას, სადაც აღბეჭდილი იყო მისი გარდაცვლილი სიყვარულის ნიკის სიკვდილი. გოგონასთვის დიდი ტკივილის მომტანი იყო იმ სცენასთან თვალის გასწორება, რომელიც მის გარდაცვლილ შეყვარებულის სიცოცხლეს სიკვდილთან აკავშირებდა. მაგრამ ახლა, როდესაც მისი სატრფო სული გარდაცვალების შემდგომ გზააბნეული დახეტიალობდა, ჰეილი იძულებული გახდა მისი სატრფო სიკვდილის სცენისთვის თვალი გაესწორებინა და ნიკის სცენაში თავად მიეღო მონაწილეობა. დროში მოგზაური ქალი არჩევანის წინაშე იდგა. მას შეეძლო ამ სცენაში მონაწილეობის მიღების გზით მისი გარდაცვლილი შეყვარებულისათვის კლდიდან გადაჩეხვისთვის ხელი შეეშალა. მაგრამ ჰეილიმ იცოდა, რომ თუ მომხდარ ფაქტს გადაასხვაფერებდა და ნიკს ისევ ძველ ცხოვრებაში დააბრუნებდა, ჰეილი წარსულის ნაკვალებში დაიკარგებოდა და აწმყო დროსთან კავშირს შეწყვეტდა. გოგონას უნდა მიეცა უფლება შეყვარებულისთვის კიდევ ერთხელ გადამხტარიყო შთაგონებული მაქცია კლდიდან და დაედასტურებინა საკუთარი სიკვდილი. მისი მონათესავე სული კი მომსწრე და დამადასტურებელი აღმოჩნდებოდა, რის შემდეგაც ნიკი ახალ ცხოვრებაში გამგზავრებას შეძლებდა. დროში მოგზაურმა ქალმა დაუჯერა მხსნელად წოდებულ ჯეიკობს და გადაწყვიტა თვალი გაესწორებინა მისი სატრფო სიკვდილისათვის. გოგონა ამ საბედისწერო წარსულის სცენის ხილვისას მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენად სხვანაირად წარიმართებოდა მათი ცხოვრება სწორედ მაშინ, რომ ყოფილიყო ჰეილი მის გვერდით, როცა შთაგონებული მაქცია, გონება დაბინდული, საკუთარ სუიციდს ჩადიოდა. მიუხედავად დიდი ტკივილისა, მან უფლება მისცა ნიკს თავი დაეღწია წარსულის ბილიკებში ხეტიალისაგან და მოეძებნა ახალი ცხოვრება, ახალ სამყაროში, სადაც ადრე თუ გვიან ჰეილის სული მას იპოვნიდა და კვლავ სიყვარულს შეფიცებდა. გარდაცვლილი ზებუნებრივი არსებების სულებმა მათ ცოცხლად მყოფ ნათესავებთან გამომშვიდობების გზით შეხვედრები განაგრძეს. ამჯერად ჯადოქარ კლეოპატრას ძილის დროს ესტუმრა გარდაცვლილი ქალიშვილის სული. ქალს ესმოდა მხსნელის ხმა, რომელიც უბრძანებდა გაჰყოლოდა საკუთარი ქალიშვილის ცხოვრებას და შეჩერებულიყო მისი ცხოვრების იმ საბედისწერო კადრზე, რომელიც ნორმას სიცოცხლესა და სიკვდილს ერთმანეთთან აკავშირებდა. ეს იყო ფაქტი, რომლის წარმოდგენას კლეოპატრას ზარავდა. ეს იყო სცენა, რომელზეც საკუთარი ქალიშვილის სიკვდილი იყო აღბეჭდილი. ეს იყო მომენტი, რომლის შეცვლაც დედას ყველაზე მეტად სურდა. მაგრამ ხსნელის კარნახის მიხედვით, კლეოპატრას მხოლოდ თვალი უნდა გაესწორებინა საკუთარი ქალიშვილის სიკვდილისათვის და გოგონას სიკვდილთან ხელახლა შეხვედრის გზით ახალ ცხოვრებას უნდა დაეკავშირებინა. ხსნელმა ჯადოქარ ქალს უთხრა, რომ თუ კი ის ქალიშვილის გარდაცვალებას წინ აღუდგებოდა, საფასურის გადახდა მოუწევდა და საკუთარ სულს სამუდამოდ მიჰყიდდა წარსულს, საიდანაც იგი რეალურ დროში დაბრუნებას ვეღარასდროს შეძლებდა და საკუთარ მომავალს გაინადგურებდა. შვილმკვდარ დედას საკუთარი სულის გადარჩენა არანაირად აღელვებდა. იგი მზად იყო ქალიშვილის სიცოცხლისთვის სული სიკვდილისთვის მიეყიდა, მაგრამ კლეოპატრას არ ემეტებოდა ქალიშვილი ნორმას სული ისევ იმ ტრაგიკულ ცხოვრებაში დასაბრუნებლად, რომელშიც მისი გოგონა ცხოვრობდა. კლეოპატრამ ირწმუნა, რომ მისი გოგონა სხვა სამყაროსა და განზომილებაში უკეთეს ცხოვრებას მოძებნიდა და სასოწარკვეთილ დედას იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე საკუთარი ქალიშვილის სული სხვა ცხოვრებაში მისი დედის მონათესავე სულსაც იპოვნიდა, კარმული
დედაშვილობის გასაგრძელებლად. ამგვარად ნორმას მოხეტიალედ ქცეულმა სულმა იპოვა ჭიშკარი სხვა განზომილებაში სიცოცხლის გასაგრძელებლად. მოხეტიალე სულები საკუთარ ცოცხლად მყოფ მონათესავე სულებთან გამომშვიდობებას განაგრძობდნენ. ის ღამე, რომელიც გარდაცვლილი მოხეტიალე სულების თავიანთ ცოცხალ მყოფ ნათესავებთან შეხვედრის დროდ გარდაქცეულიყო, არც ვამპირი გლორიასათვის ჩაულია შეუმჩნევლად. სწორედ მაშინ, როდესაც სალარის ზავის თანახმად სამეფოსგან შორს გაქცეული ვამპირი ქალი უფლისწული ედვარდის ბავშვს დაატარებდა მუცლით. გლორიას სიზმარში საკუთარი უფროსი ვამპირი დის სელენიას ნახვა მოუწია. ასტრალურ განზომილებაში მოგზაურმა გლორიამ მხსნელ ჯეიკობთან ერთად დაათვალიერა წარსულის ის აუბედითი სცენა, რომლის შედეგადაც ვამპირმა ქალმა მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი და სელენია დაკარგა. ახლა გლორიაც ორი არჩევნის წინა შეიდგა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ვერ დააბრუნებდა წარსულს უკან და საკუთარი სულის მსხვერპლთა შეწირვის სანაცვლოდ კი სელენიას გაცოცხლებით ის მის დას ისეთ ბედნიერ სიცოცხლეს ვეღარ დაუბრუნებდა. ახლა კი დრო იყო მისი გარდაცვლილი სული სამყაროში უგზო-უკლოდ ხეტიალისგან გაენთავისუფლებინა და იგი ახალი ცხოვრების დასაწყებად ზეცაში გაეგზავნა, სადაც შესაძლოა უკვდავ სხეულში მცხოვრებ ვამპირდას მისი გარდაცვლილი და ვეღარასდროს ენახა. მაგრამ გლორიამ საკუთარ თავს შთააგონა, რომ მისი დის სული სხვა ცხოვრებაში მას თუ არა აუცილებლად იპოვნიდა სხვა მისთვის საყვარელ მონათესავე სულებს და იქნებოდა უფრო ბედნიერი, ვიდრე იყო წინა ცხოვრებაში. აცრემლებულმა გლორიამ ჯეიკობის შეთამაზებას დაემორჩილა და საკუთარ დას საწამლავის დალევის უფლება მისცა, რითაც ვამპირი დის გარდაცვალება აღიარა და ნება მისცა ზეციურ ძალებს იგი საკუთარი კარმისთვის დაებრუნებინა, სადაც ახალი სიცოცხლის დაწყებას შეძლებდა. გარდაცვლილი მოხეტიალე სულების მოგზაურობა საკუთარ ცოცხლად მყოფ ნათესავებთან კვლავ გრძელდებოდა. ამჯერად სამეფო სასახლეში მცხოვრებ უფლისწული ალბუსის მსახურს მარტას ესტუმრა გარდაცვლილი პოლტერგეისტის მონათესავე სული. ასტრალურ განზომილებაში მოგზაურობის დროს მხსნელმა ჯეიკობმა მოხეტიალე სულებს შორის მყოფ ალბუსს საკუთარი ცოცხლად მყოფი საყვარელი ქალი მარტა შეახვედრა. ეს იყო ქალი, რომელიც ალბუსის შავმნელ ცხოვრებაში ერთადერთი სინათლის სხივი გახდათ. მარტა იყო ქალი, რომელმაც მას ვაჟიშვილი აჩუქა. მარტასაც მოუწია საკუთარ მონათესავე სულთან შეხვედრა და მისი სიკვდილის სცენისთვის თვალის გასწორება. სწორედ მარტა აღმოჩნდა ის, ვინც ყეხეთში ალბუსის გარდაცვლილი სული ტყვეობიდან დაიხსნა. მარტამ მისი სატრფოს სულს მისცა უფლება გარდაცვლილიყო და სხვა ცხოვრებაში უკეთეს ადამიანად გაეგრძელებინა ცხოვრება. მოხეტიალე სულების საკუთარ ცოცხლად მყოფ ნათესავებთან გამომშვიდობების აქტი კვლავ მიმდინარეობდა. ჯეიკობს ზებუნებრივ სულებთან მოგზაურობის ხანგრძლივი ღამე ჰქონდა. მას წინ კიდევ ბევრი გარდაცვლილი პოლტერგეისტი, სულისა და მათი ცოცხლად მყოფი ნათესავების შეხვედრა უნდა განეხორციელებინა, მაგრამ შეხვედრა, რომელიც ახლა წინ ელოდა, იცოდა, რომ ემოციურად ყველაზე მძიმე იქნებოდა, რაც კი ოდესმე მისი თანდასწრებით და მის გარეშე მომხდარიყო. ეს უფლისწული ედვარდის შეხვედრა იყო მის გარდაცვლილ დედასთან ოფელიასთან და მის გარდაცვლილ დებთან ელისაბედთან და დორიენთან ერთად. ეს იყო სცენა, რომელსაც ედვარდი საკუთარ თავს ვერასდროს პატიობდა. 9 წლის ბიჭმა საკუთარი დედისა და დების სიკვდილის სცენის მომზირალმა მათ გადასარჩენად მაშინ ვერაფერი იღონა და საკუთარი სიცოცხლის ეგოისტურად გადარჩენის მოტივით მისი დედა და დები მკვლელ ვამპირს შეატოვა და თავს გაქცევით უშველა. მას შემდეგ ბევრი წელი იყო გასული.
ედვარდს არაერთი საგმირო საქმე ჰქონდა ჩადენილი. უსამართლობის აღსადგენად არაერთი სისხლისმსმელი ვამპირი ყავდა მოკლული, მაგრამ ვერასდროს ივიწყებდა წარსულის სცენას. ამ ფაქტის შემდგომ საკუთარი ცხოვრების მანძილზე მუდამ ფიქრობდა, რომ მისი სიცოცხლე დასაძრახი და უფასური იყო, რადგან მან დედა და დები სიკვდილს შეატოვა და მათი დახმარებისთვის სიცოცხლე არ შესწირა. ეს იყო ედვარდის წარუშლელი მოგონება და საკუთარი თავისთვის ის უპატიებელი აქტი. ახლა კი ედვარდს კიდევ ერთხელ მოუწევდა ამ სამარცხვინო და საზარელი სცენისთვის თვალის გასწორება და იმ ავბედით წარსულის კადრებთან თვალის გასწორება, რომელშიც მისი დედისა და პატარა დების სიკვდილი იყო ასახული. ჯეიკობმა უფლისწულ ედვარდს ასტრალურ განზომილებაში მოგზაურობის ჟამს თვალწინ მისი დედისა და დების სიკვდილის სცენა გაუხსენა. ხელმეორედ იყო იძულებული გაქცეოდა საკუთარი დედის და დების სიკვდილის სცენისგან, ამჯერად 39 წლის ასაკშიც. ჯეიკობმა ედვარდს აიძულა საკუთარი დედისა და დების სიკვდილის სცენაში ხელახლა მიეღო მონაწილეობა. მხსნელმა უფლისწული კვლავ არჩევანის წინაშე დააყენა. მოქცეულიყო ისე, როგორც წარსულში მოიქცა, ან წასულიყო წარსულის წინააღმდეგ და არ მოქცეულიყო ისე ლაჩრულად, როგორც უწინ. სანაცვლოდ კი მოუწევდა საკუთარი სულის წარსულისათვის მიყიდვას და სამუდამოდ წარსულის ნაწილი გამხდარიყო საკუთარი დედისა და დების გადარჩენის მცდელობის სანაცვლოდ, რაც წარსულში 9 წლის ბიჭმა ვერ შეძლო. უკვე გაზრდილი უფლისწული ხელახლა უყურებდა ზედმიწევნით თითეულ მომენტს, თუ როგორ წვდა კისერში გააფთრებული ვამპირი მის დედას. მან იცოდა, რომ სელენიას მომდევნო მსხვერპლი მისი დები უნდა გამხდარიყვნენ. მხსნელმა ედვარდს შეახსენა წარსულს დამორჩილებოდა, ან აღდგომოდა წარსულს და საკუთარი დედა და დების სულები სიკვდილისათვის გამოეტაცა მისი სულის წარსულისათვის მიყიდვის სანაცვლოდ. ედვარდმა თვალი გაუსწორა საკუთარ დედაზე და დებზე თავდასხმელს და თქვა, რომ ის ამჯერად მათთვის მოკვდებოდა. უფლისწულმა გადაწყვიტა შეწინააღმდეგებოდა დედისა და დების მკვლელს. ედვარდის სინდისის ქეჯნა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ იგი წინააღუდგა წარსულს და მის დედასა და დებზე თავდასხმელ ვამპირს მათი სიკვდილის უფლება წაართვა. ედვარდი ამჯერად სელენიას ძლიერად წვდა კისერში და შურისძიების წყურვილით ახსვილ ქალს კისერი მოუგრიხა. ამით კი გამოისყიდა წარსულის ის სამარცხვინო ცოდვა, რომელიც 3 ათწლეულის მანძილზე ყოველდღე ახსენებდა თავს. საუბედუროდ ედვარდი ვერ მოესწრო შედეგს, რომელიც მისი ღირსების აღდგენის შემდეგ მოხდა, რადგან ახალგაზრდა უფლისწული წარსულის წინააღმდეგ წასვლის გამო კარმული კანონზომიერების დარღვევისათვის დაისაჯა და საკუთარი სული სამუდამოდ წარსულის ნაწილად აქცია. ედვარდი ვეღარასდროს ავიდოდა სამეფო ტახტზე. იგი ვეღარასდროს ნახავდა საკუთარ შვილობილს, რომელიც მარტასგან აღსაზრდელად მიბარებული ჰყავდა და დიდი სიყვარულით ზრდიდა კიდეც. ასევე ედვარდი ვერასდროს შეხვდებოდა მისი და გლორიას მუცლად მყოფ პატარას, რომელიც მის მომავლის იმედად ესახებოდა. ედვარდმა არჩევანი გააკეთა საკუთარი სიცოცხლისა და სინდისის სანაცვლოდ. უფლისწულმა კი დასაძრახის სიცოცხლის გაგრძელებას სიკვდილი ამჯობინა და გაქცევის ნაცვლად ბრძოლა გადაწყვიტა.